მოგესალმებით მეგობრებო, დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრებთ ეგრეთ წოდებულ glob pattern-ზე და მისი გამოყენების საჭიროებებზე და თვისებებზე თუ რა შემთხვევაში შეიძლება გამოგვადგეს. ჩემი არხის მაყურებლების 98% როგორც ვიცით, ვართ პროგრამირებით დაინტერესებული და რაც უფრო და უფრო წინ წავალთ დამწყები პროგრამისტები, აუცილებლად მოგვიწევს ამ pattern-თან შეხება. მინიმუმ კონფიგურაციის ფაილებთან მიმართებაში მაინც თუ სერვერზე არა Linux-ზე პირობითად და დღეს ვეცდები მოკლედ ეს აგიხსნათ, ალბათ შეიძლება გეცნობათ კიდევაც ესეთი ტიპის ჩანაწერები, რას ნიშნავს ეს ჩანაწერები. სწორედ ესენი წარმოადგენენ ეგრეთ წოდებულ glob patterns და მაგალითების დახმარებით მოდი დღეს შევეცადოთ და გავარჩიოთ თუ როგორ შეიძლება glob pattern-ის წაკითხვა, დაწერა და პრაქტიკაში გამოყენება. მოკლედ, ჩვენი პროექტის სტრუქტურა ასეთია. გვაქვს საქაღალდე app, მთავარ დირექტორიაში გვაქვს file 1, file 2, file 3, file 4 JS-ი. გვაქვს ასევე general.css-ი, გვაქვს style.css-ი, style2.css-ი. და ეხლა ამ მაგალითების დახმარებით, კონკრეტული მაგალითების დახმარებით, მოკლედ, შევეცდები აგიხსნათ, როგორ მუშაობს ეს glob pattern-ი. პირველ რიგში დაგვჭირდება ინტეგრირებული ტერმინალი, ვინაიდან გამოვიყენებ Linux-ის ბრძანებებს ძირითადად და მინდა გირჩიოთ, ვინც Windows ოპერაციული სისტემას იყენებთ, დააყენოთ ეგრეთ წოდებული Git bash-ი, რომ გამოიყენოთ მოკლედ Unix-based ბრძანებები, ანუ იგივე ბრძანებები, რომლებსაც ახლა მე გამოვიყენებ, აუცილებელია დააყენოთ ეგრეთ წოდებული Git bash-ი და Git bash-იდან გავუშვათ ეს ბრძანებები, მაგრამ ეგეც არ იქნება პრობლემა. შეგიძლიათ უბრალოდ უყუროთ ამ ვიდეოს და დაიმახსოვროთ თუ რა არის. იმიტომ რომ შემდეგ გამოგადგებათ კონფიგურაციის ფაილების გამართვაში. ხო, ეხლა ვინც Linux-თან ჯერ ვერ მეგობრობთ, გირჩევთ რომ გადახედოთ Linux-ის ძირითად ბრძანებებს, მაგრამ ეხლა ვიდეოში მაქსიმალურად ავხსნი რა ბრძანებებსაც გამოვიყენებ. და პირველი მაგალითი მოვიყვანოთ ახლა ესეთი. როდესაც ჩვენ ასე თუ ისე დავიწყებთ პროგრამირების საფუძვლიან შესწავლას, რაღაც მომენტში მოგვიწევს, ან რომც არ მოგვიწიოს, აუცილებელია ვიცოდეთ Linux-ის ძირითადი ბრძანებები და როდესაც ჩვენ სერვერს დავუკავშირდებით, მაგალითად SSH-ით, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვექნება ვიზუალური ინტერფეისი, რაღაცა ფაილები ესე არ გამოგვიჩნდება და რაღაც drag and drop-ით არ შეგვეძლება, რომ ერთი ფაილი მაგალითად ერთი საქაღალდიდან მეორე საქაღალდეში გადავიტანოთ. შესაბამისად მოგვიწევს Linux-ის ბრძანებების შესწავლა. წარმოვიდგინოთ ახლა ჩვენ რომ ვართ სერვერზე და გვინდა რომ ეს file 1, file 2, file 3 და file 4 გადავაკოპიროთ ამ დირექტორიაში. ამას როგორ ვიზავდით? არსებობს ესეთი ბრძანება cp, რომლის დახმარებითაც ჩვენ შეგვიძლია რაღაცა ფაილები გადავიტანოთ კონკრეტულ დირექტორიაში. შემდეგ ჩამოვთვალოთ ეს ფაილები, file 1.js, file 2.js, file 3.js, file 4.js და გადავიტანოთ app დირექტორიაში. გადავიტანოთ გულისხმობ გადაკოპირებას. დავაჭიროთ enter-ს და გავხსნათ ახლა ეს ვიზუალურად. თუ დააკვირდებით, ეს ჩვენი ყველა ფაილი ხელით გადაკოპირდა შესაბამის დირექტორიაში. ახლა მე ამას წავშლი, ანუ გადაკოპირებული რაც მაქვს. და მოვიყვანოთ ესეთი მაგალითი. წარმოვიდგინოთ რეალური პროექტი, სადაც მაგალითად 1000-ობით ფაილი ან 10-ულობით ფაილი გვინდა გადავიტანოთ ერთი დირექტორიიდან მეორე დირექტორიაში, ან წავშალოთ და ასე შემდეგ. კონკრეტული გაფართოების მიხედვით ან რაღაცა ლოგიკის მიხედვით. ვინაიდან ჩვენ ახლა ყველა JS ფაილი გადავწერეთ, მოდი ვეცადოთ ეგრეთ წოდებული glob pattern-ის დახმარებით თუ როგორ გადავაკოპირებდი ამ ფაილებს app დირექტორიაში იმის სათითაოდ ჩამოთვლის გარეშე. ამისთვის არსებობს ესეთი ასე ვთქვათ pattern-ი, glob pattern-ი და დავწეროთ pipkey.js და იმ საქაღალდის სახელი, რომელსაც გვინდა რომ გადავაკოპიროთ. ახლა გავარჩიეთ თან. ეს pipkey ნიშნავს იმას, რომ ამ შემთხვევაში glob საქაღალდეში არსებული ყველა ფაილი გაფართოებით .js გადაკოპირდება app საქაღალდეში. დავაჭიროთ enter-ს და ეს ისევ გავხსნათ. თუ დავაკვირდებით, იგივე შედეგი მივიღეთ ზუსტად, რაც წეღან. მოდი ისევ დავაბრუნოთ, ეს ყველაფერი წავშალოთ.
და ეხლა ეს რას გვიმარტივებს? კიდევ ერთხელ დავუბრუნდეთ მაგაზე საუბარს. ეს გვიმარტივებს იმას, რომ მაგალითად ათეულობით JavaScript-ის ფაილი თუ გვაქვს სადღაც გადასატანი და ყველას განსხვავებული სახელი აქვს, ესე სათითაოდ ხელით აღარ ჩამოვწერთ და უბრალოდ ვეტყვით, რომ ყველა ფაილი, რომელიც არის JavaScript ფაილი, გადაიტანე, ან დააკოპიე, ან წაშალე ერთი დირექტორიიდან მეორე დირექტორიაში. ეხლა რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ მე გადასატანი მაქვს მხოლოდ JavaScript-ები კი არა, მაგალითად CSS-ებიც. ანალოგიურად ჩავწეროთ cp, შემდეგ pipki, წერტილი, ფიგურული ფრჩხილები და იმ ფაილის გაფართოებების ჩამოთვლა დავიწყოთ, რომლების გადატანაც გვინდა. მაგალითად JS-ი, დავსვათ მძიმე და CSS-ი. შემდეგ დავხუროთ ისევ ფიგურული ფრჩხილი და ავირჩიოთ საქაღალდე, სადაც გადაგვაქვს app. დავაჭიროთ enter-ს, გავხსნათ ეს ჩვენი app საქაღალდე და დავინახეთ, რომ ეს ჩვენი ყველა ასე ვთქვათ, ფაილი გადაკოპირდა ჩვეულებრივ. ანუ თუ გვინდა რომ მრავალი ფაილი გადავიტანოთ სხვადასხვა გაფართოებებით, შეგვიძლია აი ესეთი სინტაქსი გამოვიყენოთ. ახლა გავაკეთოთ შემდეგი მაგალითი. მოდი ვეცადოთ ჩვენს ტერმინალში დავბეჭდოთ ყველა ფაილი, რომელიც არის CSS-ი და რომელიც მდებარეობს app საქაღალდეში და ამ საქაღალდეში არსებულ ქვესაქაღალდეებში, მაგალითად style-ში და ასე შემდეგ. როგორ შეიძლება მაგის დაბეჭდვა. ls ბრძანება, როგორც ვიცით, აჩვენებს ფაილების დასახელებას და დავწეროთ ესეთი რაღაც. ls-1 ნიშნავს, რომ ამ ფაილებს ვნახავთ ანუ ჩამოთვლილად, აი ესე ზემოდან ქვემოთ. თუ დავწერდით ls იქნებოდა ესე მიმდევრობით რიგში, ხოლო ls-1 ნიშნავს, რომ ესე ლამაზად ჩამოითვლება ჩვენი ფაილები ჩვენი საქაღალდიდან. ეხლა ჩემი მიზანია app საქაღალდეში არსებული ყველა CSS ფაილის მისამართი დაიბეჭდოს. ამისთვის გამოვიყენებ შემდეგ ჩანაწერს ls-1 და ეხლა ვიწყებთ glob pattern-ის წერას. pipki ნიშნავს უშუალოდ აი ამ საქაღალდეს. შემდეგ ორი ცალი pipki ნიშნავს ამ საქაღალდეში, აი ამ არსებულ საქაღალდეში, ანუ glob საქაღალდეში არსებულ ყველა დირექტორიას რეკურსიულად. ანუ მაგალითად თუ გვაქვს app საქაღალდე, ამ საქაღალდეში კიდე საქაღალდე რო იყოს იმაშიც და იმაშიც, ასე ვთქვათ, ჩაუყვება ასე ქვემოთ, იერარქიულად. შემდეგ ისე მარჯვნივ დახრილი ხაზი და ვინაიდან გვინდა რომ ჩვენ დავბეჭდოთ ყველა CSS ფაილის მისამართი, უბრალოდ დავწერთ ამ ფაილის გაფართოებას, ანუ წერტილი CSS. დავაჭიროთ enter-ს და დავინახოთ, რომ ჩამოითვლება ჩვენს საქაღალდეებში არსებული ყველა CSS გაფართოების ფაილი. ამ შემთხვევაში თურმე გქონია app საქაღალდეში general CSS-ი, მოდი გადავამოწმოთ, არის. ასევე გქონია style საქაღალდეში style1 CSS-ი, ნახოთ, არის. ასევე გვაქვს style2 CSS-ი, ხოლო თვითონ app საქაღალდეში ასევე გვაქვს style1 და style2 CSS-ი. მოკლედ, აი ეს ჩანაწერი არის ძალიან ხშირად გამოყენებადი და მაგალითად ეხლა გავხსნი მე კონფიგურაციის ფაილს და შევხედოთ თუ როგორ და რაში შეიძლება გამოდგეს ეს ყველაფერი. აი ხა რეალურ პროექტს გავხსნი და გვაქვს, ანუ ამ პროექტში ვიყენებ მე ეგრეთ წოდებულ prettiers, რომელიც მეხმარება კოდის ფორმატირებაში და რა შემთხვევაში მაქვს ახლა გამოყენებული ეს კონფიგურაციის ფაილი. ეს ნიშნავს იმას, რომ prettier ignore-ში დამატებული მაქვს ყველა ის ფაილი, მოკლედ ჩვენი prettier-ი არ უყურებს ფაილებს, რომელიც არსებობს ამ პროექტში, ანუ ამ საქაღალდეებში და არის შემდეგი გაფართოების წერტილი min, წერტილი CSS-ი და წერტილი min, წერტილი JS-ი. იმედია რომ ეს ვიდეო დაგეხმარებათ ამ glob pattern-ის გააზრებაში. დეტალური ახსნა ასევე მაქვს დაწერილი waldo.com-ზე ბლოგის სახით, რომელიც ვიდეოს აღწერაში იქნება მითითებული. შეგიძლიათ გადახვიდეთ და უშუალოდ გაეცნოთ თუ როგორ მუშაობს, ანუ ტექსტურათაც რო წაიკითხოთ, უკეთ გაიაზროთ. შეგიძლიათ გადახედოთ აი ამას
აქ კიდევ არის სხვადასხვა ეგრეთ წოდებული მეჩები, ანუ დამთხოვები, კონკრეტული უფრო სპეციფიური დამთხოვები. ახლა ყველაფერი ამ ვიდეოში ნამდვილად არ ამიხსნია. შეგიძლიათ გამოიყენოთ Wildcom-ი, ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ Google-ი, თუ სიღრმეებში გინდათ წასვლა და ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი ხელოვნური ინტელექტი, იქნება ChatGPT, Grok-ი თუ ასე შემდეგ. იმედია მიგახვედრეთ და გადმოვეცი რისი ახსნაც მინდოდა, თუ მოგეწონათ ვიდეო, მოკლედ გამოიწერეთ არხი და მინდა გითხრათ, რომ აი ამ syntax glob patterns მოკლედ იყენებენ ძალიან ცნობილი package-ები და აპლიკაციები, ისეთები მაგალითად როგორც არის Webpack-ი, Prettier-ი, ESLint-ი, თუნდაც Gulp-ი და ასე შემდეგ. მოკლედ ძალიან ბევრი იყენებს ამას და თუ გაინტერესებთ თუ რას ნიშნავს ხომ ეს ჩანაწერი, აუცილებელია რომ ცოტა აზრზე ვიყოთ. ამით დაგემშვიდობებით. გამოიწერეთ არხი, გაუზიარეთ მეგობრებს, დალაიქეთ თუ მოგეწონათ რა თქმა უნდა და დაწერეთ კომენტარი.